მოდით დავადასტუროთ სიტყვა კრავის საქორწინო სუფრის, ანუ ზეციური საქორწინო სუფრის შესახებ მათეს 22 თავში. მათეს 22 თავის 1 მუხლში წერია. და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ, ცათა სასუფეველი ჰგავს მეფე კაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. როდესაც ჩვენ ვასწავლით დედა ღმერთის ჭეშმარიტებას, ზოგი ამტკიცებს, რომ ვასწავლით იმას, რაც იესოს არ უსწავლებია. თუმცა ყველამ როცა მათეს 22 თავს დავაკვირდებით, ვინ ასწავლის ამ იგავს. მოდით, კიდევ ერთხელ გადავხედოთ 22 თავის 1 მუხლს. და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ. ცხადია, ვინ ასწავლის ამას. ცათა სასუფეველი ჰგავს მეფე კაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა, უთხარით მოწვეულებს, აჰა, მოვამზადეთ ჩემი სერობა, ჩემი ხარები და ნასუქალი პირუტყვი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში. მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. სრომ მეფემ გაიგო განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცის მკვლელი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. მაშინ უთხრა მან თავის მონებს, ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი. ამიტომ გადით გზა ჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში. და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით. როცა მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა, უთხრა მას, მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია. ის კი დუმდა. რა თქმა უნდა, იგავი ზეციური საქორწილო სუფრის შესახებ არის იესოს სწავლება. მაშინ რა იყო ამ იგავის სწავლების მიზანი? ამ იგავის თემა აშკარად ქორწილია. იმისთვის, რომ ქორწილი მოხდეს, ვინ უნდა იყოს იქ არსებითად? სიძე და პატარძალი იქ უნდა იყვნენ. აქ წერია, ცათა სასუფეველი ჰგავს მეფეს, რომელმაც მოამზადა საქორწილო სუფრა თავის ვაჟისთვის. მეფე აქ ნიშნავს ღმერთს, ხოლო ვაჟი წარმოადგენს იესო ქრისტეს, რომელიც დედამიწაზე კრავის სახით მოვიდა. მაშინ არ უნდა იყოს პატარძალი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია საქორწილო სუფრაზე? თუ საქმრო მოიხსენიება, პატარძალიც უნდა არსებობდეს, თუნდაც ის არ იყოს ნახსენები. არ შეიძლება საქორწილო სუფრა პატარძლის გარეშე, ასე არ არის. გამოცხადების 19 თავში წერია, კრავმა და მისმა ცოლმა მოამზადეს თავიანთი თავი. იესომ ასწავლა ეს სწავლება საქორწილო სუფრის შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ღვთის სწავლება. შემდეგ უნდა იყოს კრავი და კრავის ცოლი, პატარძალი. ასევე რა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც კრავის საქორწილო სუფრაზეა მიწვეული? ბიბლია მათ აღწერს, როგორც ნეტარ ადამიანებს. დღეს ღმერთი იწვევს მთელ კაცობრიობას მამა ღმერთის, სულიწმიდისა და დედა ღმერთის, პატარძლის ჭეშმარიტებისკენ. თუმცა როგორი რეაქცია ექნება კაცობრიობას ამ მოწვევაზე? წერია, მათ უარი განაცხადეს მოსვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი კურთხევაა, ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგზავნით გზავნილს, ირწმუნეთ მამა ღმერთი და დედა ღმერთი. რა თქმა უნდა, ყველა ასე არ რეაგირებს. ზოგი იღებს ამ მოწვევას და მოდის საქორწილო სუფრაზე. გამოცხადების 19 თავში ეს ხალხი არაა აღწერილი, როგორც ნეტარები. მათეს 22 და გამოცხადების 19 თავის მეშვეობით, დღეს ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს არა მხოლოდ მამა ღმერთი, არამედ დედა ღმერთიც.
ასევე უნდა შეგვეძლოს ღმერთის ნების აღმოჩენა სიტყვა ქორწინებაში.